ცხოვრების ყველაზე დიდი საოცრება. ერთი დიდი მისტიური პროცესი, რაც ადამიანის ორგანიზმში მიდის, ეს არის უნივერსალური პროცესი მეიოზისა. ლურჯი ფრინველი, ჯერ დაუბადებელ ბავშვთა სამყარო. სათაური გახლავთ ასეთი ამ წიგნის ჩასახვიდან დაბადებამდე. ხდება პირველ კვირაზე, მეორე კვირაზე, მეოთხე კვირაზე. დედა უკვე გრძნობს, რომ რაღაც ორგანიზმში იცვლება და ამბავი იწყება. მართლაც საოცარი პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში, რომელსაც მოვლა სჭირდება. სამაგიდო წიგნი მომავალი დედებისთვის. მამაშვილური სამეცნიერო ტანდემი დედაშვილობის ჯადოსნური სამყაროს შესახებ. დედა რო ხარ და რო გინდა რომ შენი ფილმშო დაიბადოს ჟამრთელი. რა მნიშვნელობა აქვს რომ დაველოდოთ აი სწორედ აი ნაყოფის გადაწყვეტილებას და მზაობას მისი დაბადებისა. არ შეიძლება იმ გზის შეცვლა, რა გზაც თქვენმა ნაყოფმა უნდა გაიაროს. გზა მიღმიერიდან ჩვენამდე, ანუ მუცლად ყოფნის საოცრებების სამყარო. 3 და 8 კვირამდე. ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი ტოქსიური ნივთიერების მიღება. მარტო ის რაც ღირს, რომ ზუსტად 24 საათით ადრე ნაყოფის ყველა კუნთი დუმდება. როდესაც კიდური ამოიზრდება თვითონ ტორსიდან ამოიზრდება, მას პოზისებური ფორმა აქვს. თითები არ არის გამოხატული. 5 თითი არცეც არ აქვს, თავიდან 6-ია თითი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სანაყოფე სითხე. წყლის გარემოში ნაყოფის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა. ყველაზე უზრუნველი და ბედნიერი მოგზაურობის დასასრული სახელად დაბადება. ნაყოფის ტვინის ქერქი იძლევა ბრძანებებს, რომ ნაყოფი მთლიანად მოემზადოს იმ ხვრელში გასასვლელად, რომლის დიამეტრი გაცილებით მცირეა, ვიდრე მისი წული და თავის გარშემოწევება. ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე რთული გზა თავის ცხოვრების მანძილზე. ერთ-ერთი კიდე ყველაზე დიდი სტრესი იმ სამყაროში გადასვლის სტრესი არის. ნახეთ, წიგნად ქცეული გზა ჩასახვიდან დაბადებამდე. აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი სტუმრად ვერიკო ბაზიართან. კვირას მონაგარე ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.